თბილისმა საბჭოთა დროშით შეინარჩუნა რაღაც დარდიმანდული. აქ ყოველთვის ნებადართული იყო ოდნავ მეტი იუმორი, ოდნავ ნაკლები სიფხიზლე, ცოტათი უფრო მოდურად ჩაცმა. ერთი სიტყვით სოციალისტური და მასშტაბური მოსკოვის შემდეგ აუცილებლად იგრძნობდი ბურჟუაზიის მოკრძალებულ ხილს, თუნდაც გიტარის თანხლებით შესრულებულ სატრფიალო სიმღერებში. 80-იან წლებში ამ პატარა ქალაქში ნებისმიერი ქუჩა ჰგავდა თეატრის ჭეშმარიტი გურმანებით სავსე პარტერს, რომელიც მიეჩვია ყოველ საღამოს ახალი გმირის გამოჩენას. თბილისში პოპულარობა არ არის ძნელი. მაგალითად მოსკოვიდან ჩამოვედი თუ არა, უცებ ძალიან პოპულარული გავხდი, იმიტომ რომ ქუჩაში დავდიოდი შინელით. მე საბჭოთა არმიის ჯარში ვიყავი, საბჭოთა არმიის თეატრში და იქ მკერავებს ძალიან უყვარდი და ვინაიდან ტანსაცმელი არ მქონდა, შემიკერეს შინელი. ისეთი ორმაგი შინელი იყო, აი, ვერ გაიგებდი პავკა კორჩაგინია, რომელსაც ესეთ კომკავშირული ცეცხლი უნთია თვალებში, თუ ძერჟინსკია, რომელიც ეხლა ყველას დახვრიტავს. სამყაროსავით ძველია ზღაპარი შინ დაბრუნებულ ჯარისკაცზე, რომელსაც შინელის გარდა არაფერი ჩამოუტანია და რომელსაც ერთადერთი გეგმა აქვს, სრული იმპროვიზაცია. დაახლოებით ასეთი განწყობით დაიწყო მუშაობა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გია კიდიამ. ეს პატარა თეატრი სულაც არ იყო საუკეთესო ადგილი დიდი თეატრალური ამბიციების დასაკმაყოფილებლად. მით უმეტეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კაცის, რუსთაველის თეატრისა და ფილარმონიის დირექტორის დორიან კიდიას ვაჟისათვის. მაგრამ მას თავისი პოპულარობის გემო და მნიშვნელობა დიდი ხნის წინ ჰქონდა გააზრებული. ბავშვობაში ძალიან პრეტენზიული ბავშვი ვიყავი, ამბიციური და მოდასაყოლილი. 60-იან წლებში მაშინ მოდაში იყო ნაჩოსის პალტო, ლაკის მაკასინები, ესეთ ჩაცმულობის ადამიანებს წილაგებს ეძახდნენ ხოლმე და მეც 5-6 წლის ვიყავი და ესეთ ნაჩოსის პალტოში გამოწყობილი პლეხანოვზე ვცხოვრობდით კრილოვის ქუჩაზე და საკმაოდ შორს სახლიდან კინოსტუდიასთან ვირჟაობდი. ქუჩის პატარა სტილაგა შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩენილიყო. 6 წლის პიკასოს ბიჭი მისმა უდიდებულესობას შემთხვევამ ქუჩის კუთხეში აღმოაჩინა. უფრო ზუსტად კი ფეხი დაუდო. ვიღაცამ ფეხი დამიდო. წამოვყარი, შევაგინე და დამიჭირა ამ კაცმა. ამიყვანა ოთახში გადამიღე სურათები ფაში პროფილში, მივხვდი რომ მილიციაში ვარ და მიჭერენ. გვარიო ცოცხალი თავით არ ვიძახი, მშობლებიო ცოცხალი თავით არ ვიძახი, გიჟი ვარ უთხრა. გაირკვა რომ თავხედი, რომელმაც ფეხი დაუდო, კინორეჟისორი თენგიზ აბულაძე გახლდათ. მან ის ფილმში მებებია ილიკო და ილარიონი პატარა შიკრიკის როლზე შეარჩია. რა იყო ვიზია? ბებეშა ზურიკევად და შეცახელდა. მაჩვენე? გადაღებებმა ახლად გამომწვარ მსახიობზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ რეჟისორისადმი წყენამაც გადაუხდა. იზიარებ თქვენს ამ წუხარებას მურადას ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვაი თქვენს პატრონს უბედურს. ძაღლებზე სანადიროდ როდის მიდიხარ, არ გამომაპარო. კოცნით ორივე შუბლზე დამწუხრებული. მოგწერელია. მოდი ვიზიარე. მოდი, ნუ გეშინია. Inoxa. Rodba mamgla. Suletia, ginevas mogla hol gineve. Più inoxa. Chico gidem, sai mai di batu gala binga adgo dara pelgo. Ilico. Hom. Masale nešen iliko bucia. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო ისეთ მნიშვნელოვან როლს ათამაშებდნენ, რომ გრიმსაც კი თავდაპირველად მას უკეთებდნენ და მერე დანარჩენ მსახიობებს. ის რომ ეს სულაც არ გახდათ პრივილეგია მოგვიანებით აღმოჩნდა. მას შემდეგ რაც გაიზარდა, მიხვდა, რატომ იყო გრიმიორის სიაში უკანასკნელი სესილია თაყაიშვილი. ხანგრძლივად გრიმში გაძლება არც ისე ადვილი გახდათ. მაგრამ ეს მცირე მსხვერპლი არაფერი იყო იმ სახელთან შედარებით, რომელმაც პატარა ბიჭი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კინომსახიობად აქცია. ცეროდნა რაინდები. ამ ფოტოზე მას მთელი ქვეყანა ცნობდა. ბიჭი და ჩიტი, მისი პარტნიორები ბუხუტი ზაქარიაძე და გოგი გეგეჭკორი გახდნენ. საგაზაფხულო მოთხრობები, ვინ შეკაზმავს ცხენს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს კინოეკრანს შავმა ღრუბელმა გადაუარა. უფრო ზუსტად კი ღრუბელმა საჭირო მიზანსცენის დროს გადავლა თითქმის მთელი ერთი დღით დააგვიანა. გადამღები ჯგუფი ამაოდელო და მოწმენდილ ცაზე გაავდრებას. ამ შემთხვევამ დამწყებ კინოვარსკვლავს კინოსადმი ინტერესი სრულიად გაუქრო.
აბა იმ თამაშს რა აზრი აქვს თუ მზე, ღრუბლები და ქარი რეჟისორის ნაცვლად წყვეტენ სანახაობის ბედს. მე 5 წლის ასაკიდან ვიძახდი რომ რეჟისორი უნდა გამოვიდე. მე 5 კლასში პირველად წავიკითხე ვახტანგოვის წიგნი. რეჟისორს კი ურო კი ვახტანგოვა, მამაჩემმა გაიცინა კიდეც რა უნდა გაიგოო, მაგრამ მე მისრებ გამოცდებზე აღმოჩნდა რომ ყველაფერი გამიგია, იმიტომ რომ მე აღარ გადამიკითხია ეს წიგნი. სცენის მტვერი მძიმეა. ეს ყველაზე უკეთ იცოდნენ გია კიტიას მშობლებმა. დორიან თეატრმშენებელი, როგორც რეზო გაბრიაძემ მის მარიონეტ პროტოტიპს უწოდა. აღიარებული, გავლენიანი და ძალიან წარმატებული თეატრალური მოღვაწე გახლდათ. ის წლების მანძილზე წყვეტდა სცენაზე ვინმეს ან რამეს ყოფნა არ ყოფნის საკითხებს და როგორც წესი ყველაფერს აკეთებდა ყოფნის სასარგებლოდ. როგორც ეს თბილისის მარიონეტების და პანტომიმის თეატრების და გპ-ის ჯაზის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ ერთადერთი შვილის ცხოვრება სულ სხვა ამპლუაში წარმოედგინა. დედაც და მამაც მაინდა-მაინც არ წყალობდნენ და თეატრალურზე არ ფიქრობდნენ. მაინც შიში ჰქონდათ, ვინაიდან თეატრში მუშაობდნენ და დედაც მოცეკვავე იყო, ვაი თუ უნიჭო აღმოჩნდესო და ამიტომ ერჩივნათ ექიმი გამოსულიყავი და მეც ძალიან კარგად სწავლობდი, ისე რომ აი მედალზე ვამთავრებდი თითქმის სკოლას და მშობლები დარწმუნებული იყვნენ, რომ მე ყველგან მომზადების გარეშე მოვხვდები სამედიცინოზე. და ბოლო გამოცდა ჩაბარებული, დამთავრებული არ მქონდა, რომ გავიპარე მოსკოვში. და იქაც უკვე ჩავაბარე, მე გადმოურეკე ჩემებს და უთხარი კონკრეტულად სად ცხოვრობდი და სად ვიმალებოდი. როცა საკუთარი ბედის ამოსარჩევად ასეთი ნაბიჯი გადადგა, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. იმდენად, რომ საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი თეატრალური სასწავლებლის სტანდარტებით მისი ეგრეთ წოდებული გიტიში მოხვედრის შანსი 0 ტოლი იყო. სარეჟისორო ფაკულტეტზე იღებდნენ ადამიანებს გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილებით, რომელთაც უკვე ერთი უმაღლესი ჰქონდა დამთავრებული და არჩევანს კარგად აცნობიერებდნენ. ალბათ 16 წლის თბილისელ ბიჭსაც, რომლის პასპორტშიც ცნობილი მამის უცნობი სახელი ნოშრევანოვიჩი ეწერა, კარს ცხვირწინ მიუხურავდნენ, რომ არა მისი კადნიერება. მან გაბედა და საბჭოთა თეატრალური სამყაროს ავტორიტეტს, უდიდეს პედაგოგად აღიარებულ გონჩაროვს შეეკამათა და დაუმტკიცა კიდეც, რომ თეატრში სცენის მუშა ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც თქვათ პრიმადონა. კიტია სტუდენტი გახდა. ეს იყო მისი პირველი სასწაული, რომელიც საკუთარი ხელით შექმნა. აქ თეატრალურში ყველა მამაჩემის მეგობარი იყო და ვერანაირად ჩემპიონობას ვერ დავმალავდი და ტაშისკვრით მიმიღებდნენ და ტაშისკვრით გავამიშვებდნენ დიპლომთან ერთად ინსტიტუტიდან. ამიტომ მერჩივნა მოსკოვში მესწავლა და ესეთი ყველანაირი ნაცნობობის გარეშე. ძალიან მალე სტუდენტმა კიტიამ აღმოაჩინა, რომ აღიარებული პედაგოგის ანდრეი ალექსანდროვიჩის აღმზრდელობითი მეთოდები მისთვის სრულიად მიუღებელი იყო და საბუთები საცირკო ხელოვნების ფაკულტეტზე გადაიტანა. ეს იყო მსოფლიოში პირველი პროფესიული ჯგუფი, რომელსაც მოსკოვის ცირკის სამხატვრო ხელმძღვანელი მარკ სოლომონოვიჩ მისტიჩკინი ხელმძღვანელობდა. მისტიჩკინი ძალიან ცნობილი ფიგურა გახლდათ. ის დიდხანს თანამშრომლობდა მარჯანიშვილთან და მეირხოლდთან. მისი მოწაფეები იყვნენ კიო, ნიკულინი და კარანდაში. ნიკულინმა კიტიას საკურსო სპექტაკლში ბრემენელ მუსიკოსებში ერთ-ერთი მთავარი როლი, მასხარაც კი ითამაშა. 5 წლის განმავლობაში, რომელიც საცირკო ხელოვნების ჯგუფში გაატარა, კიტიამ ახლიდან აღმოაჩინა ცირკი, როგორც დღესასწაულის უმაღლესი გამოვლინება, სადაც არ არის არავითარი პირობითობა და სიყალბე, სადაც იმისათვის, რომ მაყურებელს აჩვენონ ღირსეული სანახაობა, მსახიობების სიცოცხლეს რისკავენ. ცირკის ეს კანონი და მოძღვრება კიტიას შემოქმედებაში სამუდამოდ დარჩა. დრამის ფაკულტეტზე შეწყვეტილი სწავლა კი მან 5 წლის შემდეგ ისევ განაგრძო. ამჯერად ბება თუმანიშვილის ჯგუფში. საერთოდ ჯგუფში ძალიან საინტერესო ხალხი სწავლობდა. კავკასიიდან მაგალითად იყო ანატოლი ძილაევი, დამსახურებული არტისტი ჩრდილო ოსეთიდან, რომელსაც აბსოლუტურად სუფთად იცოდა ქართული. იყო აფხაზი ზაურ კოვე, რომელსაც აბსოლუტურად სუფთად იცოდა ქართული. იყო მიშა სკანდაროვი, თბილისელი სომეხი, რომელსაც აბსოლუტურად იცოდა სუფთად ქართული. ნუ კიდე ლიტველს და უკრაინელსაც ვასწავლეთ ქართული და ქართულად ლაპარაკობდით ხოლმე პედაგოგები ზურგს უკან. ის რომ ქართული ენა კონსპირაციული სტუდენტური საუბრებისათვის საუკეთესო სულაც არ გახდათ, მხოლოდ მეხუთე კურსის დახურვის შემდეგ გაირკვა. ვიღაც ქართულმა შემოიხედა და ბება იკითხა დარბაზში და ჩვენი პედაგოგი იყო მირა გრიგორინა რატნერ, ესეთი ებრაელი ძალიან ჭკვიანი ქალი, გამოცდილი და სერიოზული პედაგოგი. და უცებ მირა შემოტრიალდა და აბსოლუტურად სუფთად ქართულად კითხა, ეს კაცი ვინ არისო. ჯერ ვერ მივხვდით გავშერით, იმიტომ რომ 5 წლის მანძილზე მის უკან რა არ გვილაპარაკია და
ისევ გაგვიმეორა ვინ არის ეს კაცი და შემდეგ ბანკეტზე მთელი სუფრა ქართულად მიყავდა, აღმოჩნდა რომ თბილისში ნაცხოვრია, ცხოვრობდა, რუსულ მოზარდში მუშაობდა, იყო პირველი თოვლის დედოფალი მარშაკთან და 5 წელი წყნარად ითმენდა რომ ხმა არ მოეღო და მაქსიმალური ინფორმაცია ჰქონდა ჩვენი ცხოვრების შესახებ. ბება თუმანიშვილი, რომლის სკოლაც კიტიამ გაიარა, უპირველეს ადგილას თეატრში დისციპლინას აყენებდა. წამებში გათვლილი პარტიტურა, ათეულობით სტატისტის სინქრონული მოქმედება, 7 და თითქმის უსიტყვო რეჟისურით სცენაზე დღესასწაულის მართვა. ეს ყველაფერი მას უნაკლოდ შეეძლო და ამ ყველაფრის მნიშვნელობა გია კიტიამ სადიპლომო სპექტაკლზე მუშაობისთანავე იგრძნო. მებებია ილიკო და ილარიონი ცენზურამ პრემიერამდე ერთი კვირით ადრე რატომღაც ანტისაბჭოთა ნაწარმოებაც ცნო. კიტიას თითზე ჩამოსატვლო დღეებში სახელდახელოდ მოუწია ახალი სპექტაკლის შექმნა. ოსტროვსკის ზოგჯერ ბრძენით შეცდება დადგა. ბება რუსული და ქართული თეატრალური სკოლის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული წარმომადგენელია, იმიტომ რომ ის ჯგუფხელი იყო სწორედ იმ ჯგუფში, სადაც სტანისლავსკიმ თავის სისტემა აღმოაჩინა და ბატონი მიშა თუმანიშვილი დამცინდა ხოლმე რომ მე სტანისლავსკისო შვილი ვარო და შენ შვილიშვილიო. მე უფროსი გამოვდიოდი მიხაილ განისზე. პირველმა წლებმა ინსტიტუტის შემდეგ შემოქმედებითი ფეიერვერკივი ჩაიარა. პრაქტიკა დიდ თეატრში, პარიზში საბჭოთა კავშირის დღეებზე გრანდიოზულ პროექტში კიტია ბება თუმანიშვილის გვერდით მუშაობდა. სანახაობა ერთდროულად 5 სცენაზე გაიმართა და 300 ვარსკვლავი მონაწილეობდა. თუმანიშვილი თავის სტუდენტებს როგორც კოლეგებს ისე ექცეოდა და ჰონორარს თანაბრად უყოფდა. საერთოდ ის რომ ბებას ძალიან ჯეროდა თავისი მოწაფეების დღემდე ძალიან მშვენის. თავის დროზე მარჯენიშვილის ბიოგრაფიაში ესეთი რამ რომ მას შესთავაზეს ბულგარეთის ყველა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილიყო და დამთავრების შემდეგ ბება მამის перефразе გააკეთა და митра, что деточка, если тебе предложат быть художественным руководителем всех театров в Грузии, соглашайся, ты сможешь. მთელი მისი მოსკოვური ოდისეის მანძილზე, ანუ არც მეტი არც ნაკლები 10 წელი, გია კიტია გიტისის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, რომელსაც ხუმრობით ოფშე კიტიაც კი შეარქვეს. 70-იანი წლების ბოლოს ეს ფრიად საინტერესო დაწესებულება გახლდათ, რომლის 153 ოთახში ერთი პატარა შავგრემანი ქართველი სტუდენტი და დაახლოებით 450 ბალერინა ცხოვრობდა. აი კიდევ ერთი მიზანსცენა, რომლის რეჟისურა კიტიამ ჩვეულებრივი სასწაულის ჟანრში გადაწყვიტა. პრინცესას როლში ბალერინა ლუბა შკუნოვა გახლდათ. პრინცისა და მაგის როლი თავად შეითავსა, ადგა და ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელი მომავალი, ყავის ჭიქაში უწინასწარმეტყველა. ამის შემდეგ წყვილი ერთმანეთს აღარ დაშორებია. მათ ჰარმონიულ ტანდემს პროფესიებიც უწყობდა ხელს. რეჟისორ კიტიას ზღაპრებში ყოველთვის მოიძებნებოდა საქმე ქორეოგრაფისათვის. 1980 წელს მოსკოვის ყბადაღებული ოლიმპიადის გაფორმება ბება თუმანიშვილს დაევალა. მან ბუნებრივია თავის გუნდში წყვილიც მიიწვია. ბევრი კურიოზები იყო, მაგალითად რა თქმა უნდა, უზარმაზარი, მაგალითად დასაწყისში ქონდა ჩაფიქრებული, რომ მთელი მინდორზე უნდა ყოფილიყო ბუშტებით გაკეთებული ხალიჩა და ეს ბუშტები უნდა ყოფილიყო ჰელიუმით გაბერილი და გარკვეულ დროს, გარკვეულ წუთზე და წამებზე ეს ბურთები ზევით უნდა აფრენილიყო და შეექმნათ ჯერ გადახურვა ესეთი ხო მთელი სტადიონის და შემდეგ საერთოდ ზევით უნდა გაფრენილიყვნენ. ეს ყველაფერი გავაკეთეთ, ეს ყველაფერი გაითვალეს რამდენიმე ინსტიტუტმა სერიოზულად. პრობლემა შეიქმნა მერე, როცა ეს ბურთები რაღაცაზე ხონდა დამაგრდეს და ამაგრებდნენ წვრილ ტროსზე. სხვა ვერაფერი ვერ იჭერდა ამ სიმძიმეს. და როცა ეს ზევით მიდიოდა, იქ ბურთების კდებოდა და უკან ეშვებოდა ეს წვრილი ტროსი, ეშვებოდა ისევ მოსკოვის ქუჩებში და ტროლეიბუსის და ელექტროხაზებსო გაანადგურებსო და აი ამ პრობლემის გამო მე ეს აღარ განხორციელდა, მაგრამ სამაგიეროდ განხორციელდა დათუნია, რომელიც გაფრინდა და მე ნელა დაუშვეს ავტომატებით დახვრიტეს ბურთები და ნელა დაუშვეს დაბრო. საორგანიზაციო ჯგუფის რიგებს გია კიტია საპატიო მიზეზით გამოაკლდა. ის საბჭოთა ჯარში გაიწვიეს. მაინც მოახერხა გაპარვა და ოლიმპიელებთან დაბრუნება. მიუხედავად იმ საშიშროებისა, რომ ამის გამო მისთვის შეიძლებოდა პირდაპირ ავღანეთში ეკრათ თავი. საქმე იმაში იყო, რომ გია კიტია და ლუბა სხვადასხვა ადგილას აღმოჩნდნენ დატყვევებულები. გია საბჭოთა არმიაში, ლუბა კი ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფში,
რომლებიც 3 თვის მანძილზე დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ. მათ ერთმანეთთან არათუ შეხვედრის სატელეფონო საუბრების უფლებასაც არ აძლევდნენ. ეს განსაკუთრებული მიდგომა უსაფრთხოების გაძლიერებულმა ზომებმა გამოიწვია. იმ პერიოდში, როდესაც ოლიმპიადა 80 მზადდებოდა, საბჭოთა კავშირი ომს აწარმოებდა ავღანეთში, რის გამოც დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ ოლიმპიადაში მონაწილეობა არ მიიღო. ქალაქი სავსე იყო უშიშროების ნაცრისფერ პიჯაკიანი თანამშრომლებით, რომლებიც ყველაფერს ისმენდნენ, ხედავდნენ და აკონტროლებდნენ. გია კიტია თბილისში 1981-ში დაბრუნდა. 2 დიპლომით და სამხედრო ბილეთით, რომელშიც შემდეგს ვკითხულობთ. Режиссер театра военных действий. Использовать в качестве специалиста ансамбля песни и пляски. В случае войны должен явиться в течение 3 часов. ის გაანაწილეს რუსულ მოზარდში, მეუღლე კი ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. იმავე წელს დაიწყო მუშაობა თეატრალურ ინსტიტუტში რეზო მირცხულავას ასისტენტად. შემდეგ უკვე სარეჟისორო ჯგუფში მიხეილ თუმანიშვილთან ერთად, სადაც ლევან წულაძე, დათო საყვარელიძე, დათო დოიაშვილი, გიორგი სიხარულიძე სწავლობდნენ. ძალიან მალე რუსული მოზარდმაყურებელი არა მარტო რეჟისორ კიტიასათვის, არამედ მთელი მისი გარემოცვისათვის გადაიქცა სახლად, სადაც საოცრებები ხდება. ფაქტიურად ახლა რუსული მოზარდი ეს მარტო იყო საფირმო ნიშანი, მარკა და თეატრის ტრადიციები, თორე რუსია ლუტროვისა და ნირიასოვის მეტი მე მგონი არც არავინ არ ყოლია მსახიობებიდან. ძალიან საინტერესო ხალხი შეიკრიბა ამ დროს თეატრში. მაგალითად დამდგმელი რეჟისორები ვიყავით მე, გოგა მარგველაშვილი, ლევან წულაძე, ამ დროს ნიკა ჯანდიერის სამხატვრო ხელმძღვანელობის ქვეშ. მხატვრები იყვნენ მაგალითად ჩოთა გლურჯიძე, ნინო ჩიტაიშვილი, გოგი ალექსიმესუშვილმა გააკეთა თოვლის დედოფალი. მუსიკალური ნაწილის გამგე იყო ვატო კახიძე, რომელმაც ყველა სპექტაკლი გააკეთა ამ წლებში მოზარდმაყურებელთა თეატრის ყველა რეჟისორთან. პირველი საბავშვო პროფესიული თეატრი ლენინგრადში გაიხსნა. თბილისის რუსული მოზარდი მეორე გახლდათ. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომ მისი პრეზენტაცია რუსთაველის სცენაზე მოხდა. თეატრის ფუძემდებელი გახლდათ მარშაკი. თავის დროზე თბილისის ჭუში უმუშავია ტოვსტონოგოვს. მაშინ სცენის უბრალო მუშა ბულატო კუჯავაც კულისებში წერდა თავის პირველ ლექსებს. სპექტაკლები იდგმებოდა სხვადასხვა ენებზე. ინგლისური ვინი-პუხი ჭუში იაპონური სპეციალისტის დავით ნოზაძის დახმარებით იაპონურად ითარგმნა 94 წელს და გაეგზავნა იაპონელ ბავშვებს. ეს იყო ცოცხალი პროცესი, ზღაპარი, რომელსაც ჩვეულებრივი ჯადოქრები ქმნიდნენ.
თოვლის დედოფალი, ბრემენელი მუსიკოსები, ძაღლების ვალსი, ტომი. ისინი ყველაზე მგრძნობიარე და სამართლიანმა პუბლიკამ აღიარა და ყველაზე გულწრფელი ტაშით დააჯილდოვა. იმდენად სერიოზული, რომ არსებობს ესეთი ორგანიზაცია ასიტეჟი. ეს არის მსოფლიო გაერთიანება საბავშვო პროფესიონალური თეატრების და ერთ-ერთ წელიწადს 5 წელიწადში ერთხელ ხდება გენერალური ასამბლეა ასიტეჟის. ООН-ის პრინციპით იკრიბებიან მთელი თეატრები, ირჩევენ თავის გენერალურ მდივანს, ირჩევენ თავის პრეზიდიუმს და ამ გენერალურ ასამბლეაზე ასიტეჟის არის ფესტივალი. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, თურმე საუკეთესო დადგმულა მსოფლიოში, იქიდან 5 წლის მანძილზე. იქიდან უნდა აჩვენონ თითო სპექტაკლი საინტერესო პრინციპით, ერთი კონტინენტი, ერთი სპექტაკლი. ესე გამოვიდა ბოლო 5 წლის მანძილზე აფრიკაში რაც გაკეთდა საინტერესო ერთი სპექტაკლი აფრიკიდან, ერთი ავსტრალიიდან, ერთი აზიიდან, ერთი ამერიკიდან და ერთი ევროპიდან. და ევროპაში შედის რუსეთიც, სადაც ძალიან სერიოზული საბავშვო თეატრებია და გერმანიაც, საფრანგეთიც, იტალიაც, ხო, სერიოზული პოლონეთი, სერიოზული თეატრალური ტრადიციებით, ინგლისი. და რუსული მოზარდის სპექტაკლით ტომი წარმოადგენდა ევროპას. ესეთი სერიოზული რეიტინგი ჰქონდა ამ თეატრს ადრეც და ესეთი საინტერესო რეიტინგი ჰქონდა სულ ახლახანსაც. რუსული მოზარდ-მაყურებელთა თეატრი იყო თაობათა შეხვედრის ადგილი. სპექტაკლებზე ბავშვებთან ერთად დიდი სიამოვნებით დადიოდნენ მშობლებიცა და ბებია ბაბუებიც. მაგალითად, მიშა თუმანიშვილის საშობაო წარმოდგენაზე თითო ბავშვით მოდიოდა. როდესაც გაკვირვებულმა კიტიამ შესთავაზა ყველასათვის ერთად მოგცემ ბილეთსო, გულიანად გაეცინა. ასე ხომ მას მხოლოდ ერთხელ მიეცემოდა საშუალება ზღაპრის კეთილი ბოლოთი დამდგმარიყო. ამ თეატრის ყველაზე დიდი განძი მისი დასი და ტექნიკური პერსონალი იყო, რომელთაც რეკორდულ დროში შეეძლოთ მოემზადებინათ სპექტაკლი. განსაკუთრებით ხშირად ეს საშობაო წარმოდგენას ეხებოდა. დატვირთული სეზონის გამო მის მოსამზადებლად დრო ყოველთვის ძალიან მცირე რჩებოდა. ერთხელ ბატონმა რობერტმა მკითხა სტურვამ გოგი მესხიშვილმა მითხრაო, რომ სპექტაკლიო 3 დღეში გააკეთეო. გოგი მტყვილები არ იცისო და როგორ აკეთებ ამასო. და პიკასოს პირველი ფრაზი გავიმეორე, რომ ამ სპექტაკლს მეუთხარი მთელი ცხოვრება ვდგავდი და კიდე 3 დღე მეთქი. როცა იმ დასთან არის ნამუშევარი ვისაც მთელი ცხოვრება გაატარდა, ვისაც კარგად ესმის შენი, მაშინ 3 დღეც ყოფნის, ზოგჯერ 3 საათიც, ზოგჯერ 3 წუთიც. და რა მოხდება ერთ მშვენიერ დღეს, დიდების საყვარელი ზღაპარი ვინმემ სცენიდან პირდაპირ ქუჩაში რომ გადმოიტანოს. ქალაქის საყვარელმა მუსიკამ და გმირებმა ახმარებას. სპექტაკლის ნახვა კი შენი პატარა ხისაირიდან შეგვეძლოს. რეალურად ალბათ ამაზე მანამდე არც ერთ შემოქმედს არ უფიქრია, მერე კი ძალიან ბევრს. ერთ ჩვენიერ დღეს მოზარდ-მაყურებელთა თეატრში მოვიდა 2 ქალბატონი. ერთის სახე ძალიან მეცნობოდა. თბილისში ყველას ვიცნობ და მოყვდნენ ვიღაც გერმანელები თან. მე უდავიან გვინდაო სპექტაკლი შემოგთავაზოთ დასადგმელათო კავკასიური ცარცის წრევა. კავკასიური ცარცის წრევა უკვე დადგმულია საქართველოში და მეორე დადგმას აღარ საჭიროებს, იმიტომ რომ კარგად არის დადგმული და არაო თქვენ ვერ გაგვიგეთო, ჩვენ სხვანაირად გვინდა კავკასიური დავდგათო. ეს სპექტაკლი უნდა მიდიოდესო ბოტანიკურ ბაღშიო. სახიობების მაგვირათო უნდა თამაშობდნო რაჭველებიო. რაჭველები რატომ მეთქი და არა, უბრალოდ რაჭველები კი არა, რაჭველი გუნდიაო, ხალხური სიმღერების გუნდიო. აი ის გუნდი ითამაშებს ამ სპექტაკლსო, იქნება დადგმული ბოტანიკურ ბაღშიო და მაყურებელსო ჩამოვიყვანთ გერმანიიდანო. სტუდენტ ბოტანიკოსებსო. ვიფიქრე ვერ არიან კარგად ბოტანიკოსებმა ხეები უნდა დაათვალიერონ თუ სპექტაკლს უყურონ მეთქი. შემოთავაზება აშკარად აბსურდის თეატრიდან იყო. ასეთ რამეს გია კიტიაც კი ვერ ჩაბერავდა სულს. ამიტომ კულტურულად უთხრა უარი ქალბატონებს, მაგრამ რამოდენიმე დღეში ზარი ისევ გაისმა და მას ნაცნობმა მხატვარმა მედეა ბაქრაძემ სთხოვა უცხოელი სტუმრებისათვის ძველი თბილისის დათვალიერებაში დახმარებოდა. ეს სტუმრები მომღერალი რაჭველების სანახავად გერმანელი ბოტანიკოსების ჩამოყვანის იდეის ავტორები აღმოჩნდნენ.
ისე წამომიწეს ლაპარაკი ამ პროექტზე. და დავიწყე ხუმრობა. გადავა, მოთხრა, მაშინ ქარვასლაში უნდა გამართოს მეთქი სპექტაკლი, აქ პროლოგი, აგერ გამოვდივარ სომხური ეკლესია, ქართული ეკლესია, მოთხრა, აი, ნათლობის სცენა არის, აგერ სინაგოგა, მოთხრა, გვერდზე ებრაელები ზეიმობენ, მას რა ქვია, როგორ ებრაელები ზეიმობენ ქრისტიანულ მასო, მოთხრა, არა, ქრისტიანულს კი არ ზეიმობენ, თბილისში ესეა მეთქი, როცა ებრაელური პასხა, მოთხრა, მაცაც ჩემთან და ჩემ მოაქსახში და ძალიან მიხარია და როცა აღდგომა მოთხრა, ებრაელებსაც ძალიან უხარია, თუ მიხარია, იმათაც უხარია და თუ იმათ უხარია, ესეთი ქალაქია მეთქი. მე გამოვედით აქეთ მოთხარი აგერ თან მივდივართ ნელა-ნელა ქუჩებში აი ამ ბალკონიდან წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევა აბაშვილი ვეუნოვი აგერ ამ ხალიჩებთან მატყლს შეჩავს გრუშევაჩნაძე იქ მეთქი მეწამეთა გათხრა იყო იქ არქეოლოგიური მეთქი აი ქართული ეკლესია დანგრეულია რა დღეშია მეთქი იქ მუსულმანები ზეიმობენ მე ესე პატარა ქუჩაა იქ ერთი გოგირდის ქუჩა ქვია რატომღაც ქუჩაა და ერთი ადამიანი ძლივს ეტევა ამ ქუჩაში მეთქი აი ეგ ჯარისკაცი დგას რომელიც მარტო იმ ადამიანებს გაუშვებს ვისაც აქ თავისი პროპუსკი ექნება მეთქი 500 კაცს ვინც მე ადგილებზე უნდა დაჯდეს ავყევით ამ გოგირდის ქუჩას აქ მეთქი სიმონ ჩაჩავა ესაუბრება გრუშევაჩნაძეს აქ პანიკა დაიწყო რაღაც დახურული სივრცე იყო იტალიური ეზო და პანიკა დაიწყო რომ უმიან არიყალას ცეცხლი წაეკიდა მეთქი და საბნები და რაღაცები გამოაგდა ევაკუაცია ხდება ამ ხალხის მეთქი აქ პოლონელი ვიღაც ქალი ცხოვრობს ის წასვლას აპირებს აქ რა ესეთი ამბავი ავედით ამ იმაზე ზევით ბოტანიკურ ბაღამდე აქ აბაშვილი კარეტა უყენია გარბის ვეუნოვი აქ სცენა გავაკეთოთ აქეთ ხარ ეს დინარის იქით 500 კაციანი ამფითეატრი სიმონ ჩაჩავა აი ზევით აიმიდან უყვირის მეთქი გრუშევაჩნაძეს და ის ქვევით სარეცხავს და უზარმაზარი სარეცხია მეთქი გია კიტიამ სიტყვები არ დაიშურა რომ სრულიად განუხორციელებელი პროექტის იდეა დაეხატა და გაჩუმდა დარწმუნებული რომ საკმარისად შეაშინა პროდიუსერები, მაგრამ რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა. რა დაჯდება ეს პროექტიო მითხრა. ხოლო მაშინ მთელი თეატრის ბიუჯეტი ერთი წლის იყო 75,000 და ვიფიქრე რა ვთქვა ისეთი რომ თავი გამანებოდ მეთქი და უთხარი 100,000. 100,000 რაო? კითხეს მივხვდი რა უნდა უთხრა. უთხარი 100,000 მარკა მეთქი ავწიე კიდე უფრო ფასი. ხო რა თქმა უნდა ძვირიაო და ამით დავცილდით. დავწყდარდი რომ თავიდან მოვიცილე ეს პროექტი. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მოვიდა პროექტი, სადაც ზუსტი მონახაზი იყო იმ შედევრისა, რომელიც გია კიტიამ სეირნობისას აღწერა. რაც მთავარია თან ახლდა სასპონსორო პაკეტიც. უკან დასახევი გზა აღარ დარჩა. მის შემოქმედებით ბიოგრაფიას ან კიდევ ერთი სასწაული, ან კი პირველი და სრული კრახი მიმატებოდა. სამი თვით ადრე დაიწყო მზადება სპექტაკლისათვის, რომელიც საქართველოში ებრაელ ხალხთა დამკვიდრების 26 საუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა. აქცია სპექტაკლის მონაწილეები სასიცოცხლო პირობების შემსწავლელი არასამთავრობო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ორგანიზაცია მელხიორს გრუნდი და საქართველოს საბავშვო ქართული და რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრები გახდნენ. რეჟისორები იყვნენ გია კიტია საქართველოს მხრიდან, მიხაილ აიხორნი ავსტრიიდან და რაინჰარდ კაული გერმანიიდან. მსახიობები მოამზადეს ქეთევან ხარშილაძემ და ოთარ ბაღათურიამ. პრემიერა 11 სექტემბერს დაიგეგმა. იყო რაღაც აბსურდული სიტუაციები ჩემ მონაყოლში, რაც მე ძნელად მოხსენ, იმიტომ რომ იმათ მოსწონდათ ყველაფერი. ყველა ადგილი გათამაშებული იყო მართლა სიმონ ჩაჩავა უზარმაზარი სვანური კოშკიდან მიყავდა დიალოგი უმიკროფონოთ გრუშევაჩნაძესთან და გრუშეკი მიკროფონში ძალიან ჩუმად პასუხობდა. მართლა იყო უზარმაზარი ზამთარი იცვლებოდა მაგალითად სახურავზე დიდი თოვლი თეთრი როიდო სახურავზე თოვლი მე ის თეთრი სახურავი დაბლა ჩამოვარდებოდა და იქცეოდა დიდ ზეწრად და უკვე 30 ქალი ამ ზეწარს მდინარის ხრამში უშვებდა და ამ დიდ ზეწარს რეცხავდნენ და ის სცენა როცა არის სურათები საინტერესოდ იცვლებოდა. არა, რადგან ბუჩებსაც თალები ხონიათ. რაღაც შეცვლილი მეჩვენება ქალიშვილი. რაიმე ხომ არ მოხდა? მე ქალაქში ვეღარ დაბრუნდები. ბილეთები არ იყიდებოდა, იყო პირველი 500 ადამიანი მოსაწვევით მოწვეული, ვინც ქარვასლაში იყრებებოდა და პროლოგს ხედავდა.
სტუმრები, ასე ვთქვათ. და ამ სტუმრებს ჰქონდათ მერე ადგილები ამფითეატრში. მაგრამ ქარვასლიდან გამოვდით თუ არა, იმ წუთში მაყურებელი, ხო, ქუჩის მაყურებელი ჩვენ მოყვებოდა ამ მსვლელობას, უყურებდა სპექტაკლს და იქაც რა თქმა უნდა 500 კაცის გარდა ფერდობზე შეფენილი იყო მაყურებელი, ისე რომ პირველ დღესაც და მეორე დღესაც უამრავი მაყურებელი დაესწრო სპექტაკლს. Oh, blindness of the great, they walk like eternals, they walk like gods. One moment, please. შეხედეთ, დაიმახსოვრეთ. The little Mishiko Abashvili. Enough. საერთოდ აი ესე დიდ სივრცეში ნათამაშების სპექტაკლი და მიუხედავად იმისა, რომ ამხელა სივრცე იყო და მაყურებელსა და ზოგჯერ საოპერო თეატრში, აი საორკესტრო ორმოს გადაფარვაც კი ძნელია ხოლმე, რომ მაყურებლამდე მიხილე და აქ მაყურებელსა და მსახიობებს შორის უზარმაზარი ხრამი იყო, სადაც მდინარე მიედინებოდა. მაგრამ რატომღაც ამ გადაფარვა არ ჭირდა, იმიტომ რომ ძალიან ერთიან სივრცეში იყვნენ შერწყმული მაყურებელი და მსახიობები. ამ სპექტაკლში პირველად გაერთიანდა ქართული და რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრების დასები. ის ერთდროულად მიდიოდა სამენაზე, ქართულად, ინგლისურად და გერმანულად. რუსთაველის თეატრმა ორგანიზატორებს დეკორაციები და კოსტიუმების ნაწილი ათხოვა. მაგალითად, გია კიტიას ჟანრი ლოლაშვილის კოსტიუმი ეძო. მუსიკალური გაფორმება კი თავის თავზე აიღო ლეილა სიღმაშვილმა. მედია ბაქრაძე გახლდათ დამდგმელი მხატვარი. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ამ სპექტაკლს საბავშვო რეჟისორი დგამდა. სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა განთქმული კავკასიური ცარცის წრისაგან. მიუხედავად იმისა, რომ აზრად არავის მოსვლია სტურუას დადგმას გაჯიბრებოდა. მეტიც, აფიშაზე დიდი ასოებით ეწერა, რომ სპექტაკლში გამოყენებული იყო ციტატები რობერტ სტურუას სპექტაკლიდან. შენ როგორც ვატყობ არ გეჩქარება. გადი თავშალი მომიდანე. ჩქარა. ხილად. შენ გონია ვერ ვხედავ როგორ უბრიალებ თვალებს გოგის. მოკლავ შე 98 წლის 11 სექტემბერს ნაშუა დღეს ლესელიძის ქუჩა ორივე მხრიდან გადაიკეტა. ძველი თბილისის ქუჩებში არნახული საოცრება ხდებოდა. კავკასიური ცარცის წრე თამაშდებოდა. ქარვასლის კიბეებზე ცეკვავდნენ მსახიობები. იქვე ისმოდა რაჭველების მიერ აჟღერებული მრავალჟამიერი. მრავალფეროვან კოსტიუმებში გამოწყობილი გრუშე, სიმონ ჩაჩავა, მიხეილი და სხვა მსახიობები პატარა შესახვევებს მოედნენ და მაყურებელთა გრანდიოზული არმიის თანხლებით ბოტანიკური ბაღისაკენ დაეცრნენ. ძველი თბილისური აივნები გაოცებული და ახტაცებული ადამიანებით გაისო. ეს იყო ნამდვილი სანახაობა, წამი, რომლის გახანგრძლივება ერთდროულად უამრავ ადამიანს სურდა, ორგანიზატორებსაც, მსახიობებსაც და მაყურებელსაც. აქტას უკრავდნენ მაგალითად, როცა გადაწყვიტა აზნაკმა რომ ბავშვი გრუშეს უნდა ეკუთვნოდეს. დარბაზი ვერ გავაჩერეთ პროფესორ მაყურებელი. გახარებული ყველა ტავს უკრავდა, იმიტომ რომ დაიჯერეს რომ ესე შეიძლება მოხდეს, რომ შეიძლება სიკეთე მართლა ეკუთვნოდეს იმას, ვინც მას თესავს. მოისმინეთ საბოლოო განაჩენი. გრუშე ვაჩნაძე.
ამ აქციას სპექტაკლზე მთავრობის წევრები განსაკუთრებულად არავის მოუწოვია, თუმცა არ არსებობდა არანაირი შეზღუდვა. გარდა 500 მოსაწვევისა, რომელთა მფლობელებს ქარვასლაში შეეძლოთ ენახათ ეპილოგი. პროექტის განხორციელებაში 200-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ეპიზოდში თუ მთავარ როლში ყველას 300 ლარს უხდიდნენ. ასეთი იყო გერმანელების პირობა, რომელსაც კიტია სიამოვნებით დათანხმდა. ქალაქი სავსე იყო აფიშებით, თუმცა მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, რას გვპირდებოდნენ ისინი. ეს არ იყო სპექტაკლი ელიტისათვის ან თეატრალებისათვის. ეს იყო დღესასწაული ხალხისათვის და ხალხმა მიიღო ის. ავსტრიაში, ვენაში მე და გიორგი აფხაზავა მოვხდით და უცებ ვიღაც ხალი გვეცა და ვერ გავიგე რა უნდა არც გერმანული არ ვიცი მაგდენი და მოკლედ მე ძლივ-ძლივებით გამაგებინე შეგვათრია თავის რაღაც ოფისში და აღმოჩნდა მოკლედ რომ ეს ხალი არის სპილბერგის პროდიუსერი, რომელიც შინდლერის სიების პროდიუსერი იყო ფილმის და ამიტომ ვენის ოფისში სპილბერგის პროდიუსერია. შეგვიყვანა და გვაჩვენა რომ ჩვენი კავკასიური ცარცის წრე გადაღებული ვიღაც გერმანული ტურისტის მიერ უდევს ყველაზე საპატიო ადგილზე, აი თავისი შინდლერის სიის გვერდზე უდევს კავკასიური ცარცის წრე. აი ესეთი სერიოზული ნაწარმოები არ მინახავს და შეუძლებელია ესეთი რაღაცის ან გაკეთება, ან გადაღებაო. ცოტა რამ დამატებით გია კიტიას სარეჟისორო გამოცდილებიდან. მას რუსთაველის თეატრში 300 ჯერ აქვს ნანახი ჭინჭრაკა. ამ სპექტაკლმა მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მესამე კლასში ბედი მოსინჯა და პიონერთა სასახლის სცენაზე დადგა. საკუთარ ქმნილებაში ჭინჭრაკას თავად თამაშობდა. ამ სპექტაკლმა დიდი წარმატება მოიპოვა რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. ხათრით გაკეთებული სპექტაკლებიც აქედან დაიწყო. პირველი ქიმიის მასწავლებლის თხოვნით მენდელეევის ტაბულა, მეორე გეოგრაფიის მასწავლებლის თხოვნით მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო. კიტია ბავშვობაში დიდივით ეკიდებოდა თეატრალურ ხელოვნებას, დიდობაში კი ბავშვით. ამაშია მისი საიდუმლოც. ყოველთვის მზად თეატრისათვის მაყურებელი ბავშვები არიან. უფროსებთან ხანესია და ხანესია. ხშირად შეხვდები ხოლმე რომ თავის სამკაულების საჩვენებლად მოდიან თეატრში. აჩვენონ როგორი ლამაზი მეგობარი ყავთ, ქალი ან ვაჟი. ესეთი მაყურებლისთვის არ არის მუშაობა. ყოველთვის ბავშვებისთვის დგამთ თუ უпростորად როგორ იცით, მე ვდგავ ხოლმე იმ ბავშვებისთვის სპექტაკლს, რომლებიც საკმაოდ დიდები არიან, რომ ყველაფერი გაიგონ და ესეთი არის უმრავლესობა ბავშვებისა და იმ დიდებისათვის, ვინ ჯერ კიდე თავის თავში შეინარჩუნა ბავშვობა, რომ გულწრფელად და გულახდილად მიიღოს ყველაფერი ის, რაზეც ლაპარაკობ. და ისე ბავშვებთან არ შეიძლება მენტორული დონით ლაპარაკი და უნდა ლაპარაკო როგორც შენიანს აბსოლუტურად ყველა თემაზე და ხშირად მას უკეთესად ესმის ვიდრე უფროსებს. თეატრს სამედიცინო მნიშვნელობაც აქვს, იცით, აი როგორც სიზმარში ხდება შენი არარეალიზებული სურვილების რეალიზაცია და თუ ეს არ მოხდა, მაშინ ფსიქიურად ავადმყოფი ადამიანი ყალიბდება. სანამ მთავარი გმირი გაიმარჯვებს, მეზღაპრის ცხოვრებაში შეიძლება ხდებოდეს უსამართლობა. გია კიტია საბავშვო თეატრის მიღმა აღმოჩნდა. დღეს ის თეატრალურ ინსტიტუტში რეჟისორების ჯგუფს ხელმძღვანელობს. თანამშრომლობს ფონდ იავნანასთან და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო საღამოების დამდგმელი რეჟისორია. სიმღერა საბოლოო არ მიმღერია მეკმაყრებას დაგივოცო ოჯახი საშობალოს დაყალიბ ტრადიციულად თავდებოდა იმის რაღაცას მაყურებელს თხოვდით ხოლმე ან თავისი გულის სითბო და სიყვარული უნდა მიეცათ რომელიმე პერსონაჟისათვის რომ ან თოვლის დედოფლის ყინულები გაგველღო ან გაგვეცოცხლებინა რომელიმე პერსონაჟი და აი ბავშვები აბსოლუტურად გულწრფელად ამ სითბოს გაიღებდნენ ხოლმე. მისთვის არ არსებობს შეუძლებელი. კავკასიური ცარცის წრის შემდეგ ეს უკვე ყველა მნახველმა დაიჯერა. უკვე 12 სექტემბერს, დილას, როდესაც ძველ თბილისში სრულიად ჩვეულებრივი დილა გათენდა.
არსად იყო დღესასწაული, მსახიობები, გამყიდველები და სასამართლოს მოხელეები, გლახები და თავადები, მუსიკა და მოცეკვავეები. უცებ ჩნდებოდა ეჭვი, ნამდვილად ნახე თუ მომეჩვენე ან დამესიზმე. ეს მოხდა 1998 წლის 11 სექტემბერს. ამ დღესასწაულის გამეორება შესაძლებელია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იცით ჰანს ქრისტიან ანდერსენის ჯადოსნური სიტყვები თოვლის დედოფლიდან.